დავა კომპენსაციების საკითხზე 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული 7 ოჯახი აცხადებს, რომ ზარალის ანაზღაურება ამ დრომდე არ მეუღიათ. მოქალაქეების განმარტებით ვერეს ხეობაში ტერიტორია, სადაც მათი სახლები მდებარეობდა, 1 მესაკუთრის მფლობელობაშია, რაც კომპენსაციის მიღების პროცესს აფერხებს. ნაკვეთის მესაკუთრის ადვოკატის მტკიცებით კი მოსარჩელეების ნაწილი ტერიტორიაზე ფიზიკურად არ ცხოვრობდა, შესაბამისად კომპენსაციაც არ ეკუთვნით. სადაო საკითხში გარკვევას ლაშა მესხი შეეცადა. აქ მე და ჩემი ოჯახი ცხოვრობდით. აქ მამაჩემი და ბიძაჩემი. აქ ოთახი იყო და წაიღო. ეს ის სახლია, სადაც ლევან ოქროპირიძის ოჯახი 30 წელზე მეტხანს ცხოვრობდა. ოქროპირიძე ამბობს, რომ მდინარე ვერეს ადიდება მისი ქონება მთლიანად გაანადგურა. თუმცა როგორც თავად ამბობს, ამ დრომდე კომპენსაცია იმის გამო ვერ აიღო, რომ მიწა, სადაც სახლი მდებარეობს, სხვის საკუთრებაშია. 7 ოჯახი არის და ეს 7 ოჯახი ითვლება აგერ ვინ ცხოვრობდით გვერდზე, აქ სახლები იდგა მთლიანად და სადღაც 4000 კვადრატი არის მთლიანად რა ლევად გაკეთებული. ოქროპირიძის მსგავს მდგომარეობაში 6 ოჯახია, რომლებმაც დღეს აქცია პროკურატურასთან გამართეს. აქციის მონაწილეები სტიქიით დაზარალებული სადავო ტერიტორიის საკითხზე გამოძიების დაჩქარებას მოითხოვდნენ. მათი ადვოკატის ინფორმაციით 4255 კვადრატული მეტრის მიწის ფართობის შესახებ გამოძიება თითქმის 1 წელია სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, თუმცა თაღლითურად ქონების მითვისების ფაქტი ამ დრომდე გაუხსნელია. არც ერთი არ არის პიროვნება დაკითხული ამ საქმესთან მიმართებაში. იგივე ადვოკატი ნათელა გოდერძევი, ლევან არკოსტავა, იგივე ქეთევან ჯავახიშვილი, იგივე ის პირები, ვინც იყიდეს, ვინც ისჩუქეს. პროკურატურამ უმოკლეს ვადაში და ერთიან ვადას ვადლებთ მათ საამისოდ, მიიღოს გადაწყვეტილება. მართალია თუ არა ეს ადამიანები და ჩვენ ასე ვფიქრობთ, თუ მართალია ის მეორე მხარე. ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს მიწის ფართობის მესაკუთრეთა ადვოკატი. ნათელა გოდერიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პიროვნებამ ქონება მემკვიდრეობის წესით მიიღო, რის შემდეგაც კანონის სრული დაცვით გაასხვისა. ადვოკატი ამბობს, რომ პირების ნაწილი, რომლებიც კომპენსაციას ითხოვენ, ქონების მფლობელების საერთოდ არ არიან. ლევან ოქროპირიძეს არ უცხოვრია და არ ცხოვრობს. ეს ყველაფერი არის ტყუილი, რასაც ისინი ამბობენ. ჩვენ ეს შეგვიძლია დოკუმენტალურად დავადასტუროთ, ისინი ამბობენ ცარიელის სიტყვით, ჰაერში გასროლით სიტყვებს, ჩვენ გვაქვს დოკუმენტები. ვერეს ხეობის მოსახლეობის კომპენსაციის პრობლემების გამოძიების დასრულების შემდეგ მოგვარდება. ეს დედაქალაქის მერის პოზიციაა. აღნიშნულ საკითხზე მუშაობენ ჩვენი შესაბამისი სამსახურები, მაგრამ ჯერჯერობით სამართლებრივი საკითხები ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია, სწორედ ამიტომაც გაგრძელდება მუშაობა. ვის უნდა მიეკუთვნოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია, ეს სამართალდამცავი სტრუქტურების გამოძიების შემდეგ გახდება ცნობილი. თუმცა ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია. პროკურატურამ დღეს საკითხთან დაკავშირებით მოამბის შეკითხვებს არ უპასუხა. 111 ადგილი კვლევაში, რომელიც ეკოლოგიურ მაჩვენებლებს ასახავს, იელის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში საქართველოს